გაუმარჯოს მოგესალმები, როგორ ახარ? იმედია კარგად ხარ, იმედია ხოძე ხარ. დღეს ვისაუბრებთ მიკროფონებზე. რა მიკროფონებს ხმარობ, რომელს გირჩევ და რომელი არის ცოტა პრეტენზიული. მეგობრებო, პირველ რიგში დავიწყებთ მიკროფონებით, რომელიც კამერაზე ყენდება. Rode VideoMic Pro Plus. ესენი დაყენებული მაქვს, რომ ზუსტად გითხრა. ყველა ამ მიკროფონის ლინკი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ ჩაიხედო და შეიძინო. ეს უკანასკნელი არის, მე ვფიქრობ, ჩემი პირველი პროფესიონალური მიკროფონი, რომელიც ძალიან კარგი მიკროფონია. პლუსები, რაც აქვს ამ მიკროფონს, ის არის, რომ მას უკვე მოყვება დასატენი ბატარეა, რომელიც 100 საათი ყოფნის და გულწრფელი ვიქნები და გეტყვი. ამ კონკრეტულ მიკროფონს რო დავტენი ხოლმე წლის დასაწყისში, წლის ბოლომდე არ ვეხები, დაჟე მეორე წელსაც უბრალოდ იმიტომ ტენი, რომ მე კიდე ერთი წელი მეყოს, ნამდვილად კარგი მიკროფონია. კიდევ ერთი პლუსი, რაც აქვს ამ კონკრეტულ მიკროფონს, განსხვავებით სხვა მიკროფონებისგან, არის ის, რომ ჩვენ რომ კამერას ჩავთავთ, მიკროფონი ავტომატურად ჩაირთვება და კამერას რო გამოვთავთ, მიკროფონი ავტომატურად გამოირთვება. ნამდვილად კარგი მიკროფონია, 10-დან 10 გირჩევთ და სანამ სხვა მიკროფონებზე გადავალ, თუ რაში მჭირდება ეს მიკროფონი. ეს უკანასკნელი მჭირდება იმაში, რომ ცერემონიის დროს ან უკვე დარბაზში, სადაც მაგალითად სადღეგრძელოებს იძახიან და მსგავსი რაღაცეები ხდება, ჩემი კამერები არის ყოველთვის მოცილებით, შოურს 100 არა აქვს ხოლმე ჩემი კამერა. ჩვენ მჭირდება, რომ დავასინქრონოთ ჩვენი კარგი აუდიო რეალურ აუდიოსთან, რათა ვიდეო და აუდიო დაემთხვეს ერთმანეთს. აი ამის გამო ვიყენებ ხოლმე ამ მიკროფონებს, ამით მე აუდიოს არ ვიღებ. ეს ჩემი პირადი აზრია, იმიტომ რომ მაქვს სხვა საშუალება. იგივე ბრენდი, Rode, ეს გახლავთ Rode VideoMic Pro, ეს გახლავთ Plus-ი, ეს გახლავთ ჩვეულებრივი Pro. რა მინუსები აქვს აი ამ კონკრეტულს? პლუსები ჩამოგითვალეთ უკვე, რა შეუძლია ამ კონკრეტულ მიკროფონს. დაახლოებით იგივე შეუძლია. ერთი მინუსი აქვს ამას ის, რომ ეს ყველაფერი ხელით უნდა ვაკონტროლოთ. ანუ ჩვენ ამის შემთხვევაში შეგვეძლო ჩაგვერთო კამერა და მიკროფონი ავტომატურად ჩაირთვებოდა, გამოგვერთო და ავტომატურად გამოირთვებოდა. ამ კონკრეტული შემთხვევაში ჩვენ ხელით უნდა ჩავრთოთ და სიმართლე გითხრათ, ცოტა პრობლემატურია, იმიტომ რომ გადარბენაზე ამას ხანდახან რო ვაკეთებ ხოლმე, მოვიწყდება ამის ჩართვა. და ასევე ბატარეა ვერ ძლებს იმ დონეზე, რამდენზეც ეძლებს, არ მოყვება მას თავისი ბატარეა, შენ უნდა შეუძინო მას ბატარეა და სიმართლე გითხრათ 2-3 წელი მჭირდება ხოლმე წელიწადში ამის ბატარეა, რომ თლიანი წელი გავატარო ამ კონკრეტული მიკროფონით, მაგრამ როგორც აღნიშნე, ეს ხელით უნდა ჩართო გამორთო ხოლმე. რა თქმა უნდა, ფასებშიც განსხვავება. ეს უკანასკნელი ღირს $199 და ეს მიკროფონი, რომელიც ახლა ჩვენ მიკროფონზე გვიყენია, კამერაზე გვიყენია უბრალოდ, ღირს $270. ეს არის ამ წუთისთვის ვიდეოს რო ვიწერ ეს ფასი, შეიძლება სადმე სეილზე უფრო იაფადაც ნახო, მაგრამ შენთვის მომინდია ეს ამბავი. და შემდეგი მიკროფონი, რადგან ჩვენ ყოველთვის ვიღებთ მინიმუმ 2 კამერა, მაქსიმუმ 4 კამერით. ეს გახლავთ პატარა კოხტა, ნეტავ თავიზოზე შემეძინა ეს, მაგრამ ეს რომ შევიძინე, მაშინ ჩვენ იუთუბერობაც გვინდოდა, რაც არ ვიცი, არ გამოგვივიდა რა, მოკლედ რო ვთქვა და. ეს გახლავთ მეგობრებო Rode VideoMic Go 2H. ასე ქვია. არ ვიცი, ხო შეგიძლია რა არქვა მიკროფონი რა, მაგრამ არა HDH. ლინკები აღწერაში იქნება. რას აკეთებს ეს? როგორც ვიცი, ეს მიკროფონიც გახლავთ აი ესეთი shotgun მიკროფონი, იგივე პრინციპისთვის ვიყენებთ, მაგრამ ერთდება ჩვეულებრივად კამერაში და ჩაირთვება კამერა და ჩართულია მიკროფონი, ამას არ ჭირდება არავითარი ზევიდან დამატებითი ბატარეა. ჩაირთვება მიკროფონი, ჩართულია, თუ არ ვწდები, თუ ჭირდება, მოიცა, უნდა გადავამოწმოთ ეს ამბავი. მე მგონი არ ჭირდება. კი ბატონო, გადავამოწმოთ ეს ამბავი და ბატარეა ნამდვილად არ ჭირდება ამას. უბრალოდ შეაერთე კამერაში, როგორც ახლა ეს უკანასკნელი გვაქვს შეერთებული და გაქვს აუდიო. როგორც აღნიშნე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ აუდიოებს მე უბრალოდ ვიყენებ იმისთვის, რომ ედიტორში დავასინქრონო კარგი აუდიო, რომელიც მაქვს, აი ამ აუდიოსთან, რათა ჩვენი ვიდეო მასალა დაემთხვეს ჩვენს კარგ აუდიოს. მოკლედ მეგობრებო, ამ 3 მიკროფონიდან ალბათ პირველ რიგში გირჩევდით ამას, თუ ბაჯეტში ხარ, პირველ რიგში გირჩევდით ამას, რადგან თუ შენც ჩემსავით გამოიყენებ ამ მიკროფონებს, არა მგონი არ ჭირდებოდა $300 მიკროფონი. აი ეს უკანასკნელი, რომელიც $100 ღირს, მარტივ 3 წელი ეს რო აიღო 3-ვე კამერისთვის, ძალიან მარტივად გაგიკეთებს იმ საქმეს, რაც უკვე აღნიშნე მე. მოკლედ, ეს იყო კამერაზე დამონტაჟებული აუდიოს მიკროფონები, ახლა გადავინაცვლოთ რას ვიყენებ რეალურად ჩემ აუდიოდ. აი მეგობრებო, მიკროფონები, რომელსაც ვიყენებ მე, რათა ავიღო
მაქსიმალურად საუკეთესო ხმა იქიდან რასაც ვიწერ. ეს მიკროფონები გახლავთ Tascam DR10L. ეს არის ძველი ვერსიები, ახალი ვერსიებიც აქვს გამოშვებული, რომელიც უკვე Bluetooth-ზე და მთელი ამბებია, მოკლედ, მაგრამ ესენი ძალიან კარგად მუშაობს. ამ კონკრეტულ ეტაპზე თითო ამის ფასი გახლავთ $135. ჩვენ დაახლოებით 3 ცალი გვაქვს ასეთი, რატო თეთრი და რატო შავი? მივხვდით, თეთრი პატარძლისთვის, შავი სიძესთვის. რა პლუსები აქვს ამას? ჯერ ერთი რომ ორივე ეს არის ბატარეაზე, ჩვეულებრივად 3A ბატარეა უყენდება, ერთი ცალი. მუშაობს ძალიან ნორმალურად, იწერს mini SD ქარდზე, როგორც ხედავთ, მოყვება აი ესეთი პატარა მიკროფონები, რომელსაც დაუყენებ და შვენივრად ლამაზად და კოხტად შეგიძლია ჩაიწერო აუდიო უფრო სუფთად. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გვაქვს ამის გაკეთების საშუალება? ეს გახლავთ მეგობრებო Zoom H6 ხმის ჩამწერი, რომელსაც შეუძლია 5 სხვადასხვა სორსიდან აიღოს აუდიო და ხუთივე ამის ცალ-ცალკე კონტროლი შეგვიძლია. აქვს აი აქ პატარა დისპლეი, სადაც ხედავ საიდან რომელი აუდიო რამხელა ხმაზე შემოდის შენთან, ამ ხმებს იწერს SD კარტში და მუშაობს 4 AA ბატარეაზე. ვინც არიცით, ამერიკულ ქორწილებში ძირითადად აუდიოზე პასუხისმგებელია DJ. რავს გულისხმობ? ცერემონიაზე და რესტორანშიც, რომელსაც აქვს მთელი სისტემა მოწყობილი, ანუ ეს ცალკე თემა არის კიდე, რომელსაც აქვს პანელი, აი ესეთი აუდიო პანელი, სადაც ყველა ეს ხმა შემოდის, ცერემონიაზე მიკროფონი, რომელიც უჭირავს ხოლმე მღვდელს ან იმას, ვინც აქორწინებს ამ ორ ადამიანს, იქ როგორც წესი გამოიყენება DJ-ის მიკროფონი. ეს მიკროფონიდან წამოსული ხმა შედის მის სისტემაში და მისი სისტემიდან გადის უკვე დინამიკში. ჩვენ გვაქვს ორი ვერსია. ჩვენ შეგვიძლია შევერთდეთ პირდაპირ მის სისტემაში და ჩვენ ვაკონტროლოთ ეს ხმა, ან შეგვიძლია შევერთდეთ მის დინამიკში სხვადასხვა კაბელებით, XLR კაბელით უფრო უმეტეს შემთხვევაში და შემდეგ ის რა ხმასაც მოგვცემს, იმ ხმაზე გავასწოროთ ჩვენი აუდიო, როგორც აღვნიშნე. ამის გასწორება ძალიან მარტივად შეგიძლია. და ჩვენ გვექნება უკვე აუდიო, მაგრამ ეს არ გვაძლევს ჩვენ გარანტიას იმისა, რომ ჩვენ კარგი აუდიო გვექნება. როგორც წესი, DJ-ის მიკროფონები არის უკაბელო და ხანდახან არის ხოლმე პრობლემები. ხანდახან ხმა იკარგება, ჩვეულებრივად ყველა უკაბელო მიკროფონებს ასე მოსდის და ჩვენ რომ ეს გამოვრიცხოთ, ჩვენ ამისთვის კიდევ ვიყენებთ ერთ ესეთ პატარა მიკროფონს. ჩვენ გვაქვს მეგობრებო, აი ესეთი ორი სხვადასხვა სტილის, ეს უფრო ძველი ვერსია, ეს გახლავთ ახალი ვერსია, Sony-ს ხმის ჩამწერები. თქვენ თვითონაც ხედავთ, როგორი პატარა არის ეს ხმის ჩამწერი, რომელიც ასევე ჩვენ შეგვიძლია მოვათავსოთ ან სიძის, ან მღვდელის, მოკლედ სადაც გვინდა იქ გაუკეთოთ, აქვს ესეთი კლიპი, რომელსაც შეუძლია თქვენი ხმა ჩაიწეროს ნორმალურად. არ ვიძახი რომ საუკეთესოდ, მაგრამ ძალიან ნორმალურად შეუძლია მას თქვენი ხმის ჩაწერა. ასევე ჩვენ შეგვიძლია ეს კონკრეტული მიკროფონი დაუმაგროთ DJ-ის მიკროფონს, რათა თუ ხმა გაწყდა DJ-ის მიკროფონში, ჩვენი მიკროფონი მაინც იწერს და უკვე ამ შემთხვევაში, როდესაც ხელში უჭირავთ ხოლმე მიკროფონი და პრობლემები შეიქმნა იმ კონკრეტულ მიკროფონზე, ჩვენს მიკროფონს არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ანუ საჭიროა ბევრი სხვადასხვა source-ისგან აღება ხმის, რათა შენ არ შეგექმნეს ეს პრობლემა, იმიტომ რომ შემდეგ, როდესაც შენს ვიდეოს გაუგზავნი მეფე პატარძალს და გეტყვიან, სად არის ეს, სად ვიგრძელო, ჩემმა მეგობარმა წლები რო იმუშავა ამის თმისთვისო, შენ რო ეტყვი რომ, იცი რა, DJ-ის მიკროფონი გაწყდა, ეს არაპროფესიონალია რა, არაპროფესიონალი ხარ, არ იცი რა საკეთებ და უბრალოდ გამრავლელი ხარ რა, მე ასე მგონია. ამიტომ, როგორც ხედავთ, ჩვენ ყოველთვის გვაქვს თავარი აუდიო, თავარი აუდიოს backup აუდიო, თავარი აუდიოს backup აუდიოს backup აუდიო და იმ backup-ის კიდე backup აუდიო. და რავს გულისხმობ ამაში? ხო, ყველაფერი ამის ლინკი იქნება აღწერაში. სახელებს და გვარებს რო არ მივყვე რა. და backup-ის backup-ი. DJI Mic 2 და კიდე ახლა დაგვემატა DJI Mic Mini. ძალიან კარგი მოწყობილობაა, მეგობრებო, Mic 2 განსაკუთრებით. ამის ტესტი ჩვენ არხზე უკვე არის. ორივე ძალიან კარგი მიკროფონია, მაგრამ ამის პლუსები არის რა. როგორც ხედავთ, ამას აქვს თავისი მაგნიტი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ მივამაგროთ DJ-ის დინამიკზე, გავაყენოთ ეს კონკრეტული მიკროფონი ჩამწერზე, ისე რომ არც გვჭირდება რისივერი, დავაყენოთ და უკვე ჩვენ გვაქვს
რაღაცა დონის აუდიო უფრო სუფთა, ვიდრე მაგალითად კამერაზე დაყენებული აუდიო იქნებოდა. ეს არის ბექაპისთვის უფრო ძირითადად და ასევე შეგიძლია გამოიყენო კამერაზე, უკაბელოა, მაგრამ როგორც აღნიშნე, ეს მიკროფონები შეიძლება იყოს პრობლემატური, იმიტომ რომ შეიძლება სიგნალი დაკარგოს. ეს უკანასკნელი კიდე შეძლებს ამ ყველაფრის უკვე, ანუ ამაში ჩაწერას, რაც პლუსი, ამიტომ მიყვარს Mic 2 ძალიან, იმიტომ რომ არ არის სავალდებულო შეაერთო რაღაცეებზე, უბრალოდ დააჭირი აი აქ ჩაწერის ღილაკს, მიამაგრე რამეზე და იწერს. მადლობა რომ მიყურებდი, შევხვდებით მომავალ ვიდეოში. Peace amigos!